უცხოური ფულით მაუწყებლების დაფინანსება საქართველოში აიკრძალება. მედია რეგულაცია კი ბრიტანული მოდელით განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილებების ავტორი ქართული ოცნება და ინიციატორია ხალხის ძალა. სიახლე მოიცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ახალ სტანდარტს, არასრულწლოვანთა დაცვის განსხვავებულ მექანიზმებს და კიდევ ბევრ ისეთ დეტალს, რომელიც ავტორთა მოსაზრებით არსებულ ვითარებას პოზიტიურად შეცვლის. ნინო არღლიანი დეტალებით. დაცული იქნება როგორც ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, ასევე სამართლიანობა და მიუკერძოებლობა. ამ მთავარ პრინციპებს ეფუძნება მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მაუწყებლის შესახებ კანონში 14 ცვლილებას აერთიანებს. კანონპროექტი თვითრეგულირებით იწყება, როცა მაუწყებელი საკუთარ შეცდომებს თავად არ აღიარებს, პროცესში კომუნიკაციების კომისია ერთვება. პირს თავისი უფლებების დაცვა მარეგულირებლის გარდა სამართლოში შეეძლება. იზღუდება პოლიტიკური საკითხის გაშუქებისას პოზიციის გამოხატვა. იხვეწება საავტორო გადაცემის სტანდარტები. ახალი რეგულაციები შეეხება ფარული მეთოდებით მოპოვებული მასალის გაშუქებას. კანონპროექტი უზრუნველყოფს მაყურებლისთვის დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდებას. მკვიდრდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ახალი სტანდარტი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არასრულწლოვანთა უფლებების დაცვას. მაუწყებელი უნდა აკეთებდეს ყველაფერს იმისათვის, რომ ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია არ გავრცელდეს, რა დოზითაც გადაიცემა კონკრეტულად ერთი პოლიტიკური მხარის შესახებ მხარის მიერ გამოთქმული ინფორმაცია, ანალოგიურად უნდა იყოს მეორე ბალანსი, პარიტეტი უნდა იყოს დაცული. პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების გაჟღერება ახალ ამბებში იქნება დაუშვებელი. თვითრეგულირება არ მუშაობს, ფაქტია, რომ უნდა არსებობდეს მიუკერძოებელი ისეთი ორგანო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ფაქტებიდან გამომდინარე. საერთო ჯამში ეს ხელშეუწყობს მედიას მხრიდან სტანდარტების აწევას. კანონპროექტი ბრიტანულ მოდელს ეფუძნება და ის დარღვევის შემთხვევაში გაფრთხილებას, ჯარიმას და ლიცენზიის შეწყვეტას ითვალისწინებს. უფრო მკაფიოდ რომ გითხრათ, ძირითადი, ასე ვთქვათ, საკითხები, რაც აღმოიფხვრება ამ მიმართულებით. ერთ-ერთმა ტელევიზიამ ორ არასრულწლოვან ბავშვს ათქმევინა ინტერვიუს დროს, რომ პოლიციელებმა გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი გადააგდეს სანაგვე ურნაში. იმისათვის, რომ ასეთი რამე აღარ ყოფილიყო და პრევენცია მომხდარიყო, ბავშვის უფლებების დაცვის სტანდარტი ამოვიდა კომუნიკაციების კომისიის განხილულ საკითხებთან. ასეთი რამის ფაქტი შემდეგ მე აღარ მახსენდება. შესაბამისად პრევენციული მექანიზმი მუშაობს. გაფრთხილება, ფინანსური ჯარიმა, შემდგომ ავტორიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება თუ გამოიწვია რომელიმე ერთი ტელევიზიის მაინც დახურვა, ან რაიმე გაზეთის დახურვა პირობითად, ან რაიმე სხვა მედიის საშუალების. ჩვენი ცვლილებები გაზეთებს არ ეხება და მათ შორის არ ეხება ონლაინ მედიასაც. როდესაც მაუწყებლები ამბობენ, რომ ჩვენ არაფერსაც არ ვარღვევთ და მაღალი სტანდარტებით საქმიანობთ, მაშინ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კანონი და ეს ცვლილებები მათზე არ გავრცელდება. მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები ორ პაკეტად არის ინიცირებული. მეორე უცხოური ფულით მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვას ეხება. აქ მაგალითად USAID დასახელდა, რომელიც ოფიციალურად დადასტურებულია, რომ საკუთარი ნარატივის გასავრცელებლად 30 ქვეყანაში ფულს 6000-ზე მეტ ჟურნალისტს, 700 მედია ორგანიზაციას და მედიასთან დაკავშირებულ 300-ზე მეტ არასამთავრობოს უხდიდა. დემოკრატია მაშინ არის ძლიერი, როდესაც ინფორმაცია ხალხისთვის არის ხელმისაწვდომი და სანდო და არა მაშინ, როდესაც რა თქმა უნდა დეზინფორმაციისთვის გამოიყენება ეს ყველაფერი. მაუწყებლის უცხოური ფულით დაფინანსების აკრძალვის საკითხზე ოპოზიციის ხმაურს სოციალურ ქსელში ქვეყნის პირველი კანონმდებელი ეხმიანება. დღემდე საჯაროდ არსად გამოსულა, რომ გვარამიას ხაზარაძის და კეზერაშვილის პარტიული პროპაგანდის ინსტრუმენტები უცხოური ხელისუფლებების მიერ ფინანსდებოდა. ამიტომ მნიშვნელოვანი ამ საკითხშიც გარკვევა. ვინაიდან თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში უკანონო გარეჩარევის კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება. დარგობრივი კომიტეტის მიერ ცვლილებები პირველი მოსმენით მხარდაჭერილია. განხილვა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.